იმას, რომ ქართველთა ნაწილმა, რომელმაც დაარსა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი, დაინახა გერმანიის ფუნქცია საქართველოში, რომ გერმანიის პატრონაჟით შეიძლებოდა გამოცხადებულიყო საქართველოში დამოუკიდებლობა. ამაზე სხვათა შორის შედგა ფართო კონსენსუსი პოლიტიკური კლასის, იმიტომ რომ ეს განთავისუფლების კომიტეტის წევრები 1914 წელსვე ჩამოვიდნენ საქართველოში ქუთაისში და შეხვდნენ იდეოლოგიურად სრულიად განსხვავებულ პლატფორმაზე მყოფ სოციალ-დემოკრატებს და 1914 წელს ეს სოციალ-დემოკრატები და მემარჯვენე ნაციონალისტები შეთანხმდნენ შემდეგ რამეზე, რომ ესენ სოციალ-დემოკრატები რუსულ პლატფორმაზე გააგრძელებდნენ მუშაობას, ეს ნაციონალისტები გერმანულ პლატფორმაზე და საბოლოო ჯამში ან რუსეთი მოიგებდა, ან გერმანია, ხო და გამარჯვებული გამოიყენებდა იმ შედეგებს და პრინციპში ზუსტად ესეც მოხდა, როდესაც რუსეთი მარცხდება მსოფლიო ომში, აი ეს განთავისუფლების